საგზაო ჯარიმების შესაძლოა შემცირდეს. სამართალდარღვევათა კოდექსში შესეტან ცვლილებებზე კონსულტაციები დაწყებულია და ორ კვირაში ახალი კანონპროექტის დეტალები გახდება ცნობილი. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელ კანონდარღვევებზე შემსუბუქდება ფინანსური საქციები, თუმცა შესაძლოა ჩამონათვალში მოხვდეს ის ჯარიმები, რომლებიც ერთი თვის წინ გაიზარდა. მათ შორის სიჩქარის გადაჭარბება, ავტობუსის ზოლში სიარული და საჭესთან ტელეფონის გამოყენებაა. ამ დარღვევებზე ჯარიმები თითქმის გაორმაგდა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. დაგეგმილ სიახლეს აფასებს სფეროს ექსპერტი. 2025 წელს ჰქონდა სტატისტიკის გაუარესება, მომატებული იყო ყველა კომპონენტში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი, რაც შეეხება სიჩქარეს, იგივე ნასვამობას, მანევრირების წესებს და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ გარკვეული ჯარიმები გაიზარდა სიჩქარის გადაჭარბების მიმართულებით, მანევრირების წესების დარღვევის მიმართულებით, იგივე მობილურზე საუბარი, უსაფრთხოების გვერდები და ასე შემდეგ. თუმცა მანამდეც არაერთხელ ვსაუბრობდით იმაზე ჩვენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმების გაზრდა არ არის გამოსავალი და არ იქნება ეფექტური ინტერვენცია გზებზე სიკვდილიანობის შესამცირებლად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმები ვერ იქნებოდა ამ მდგომარეობის გამოსწორებელი და აქედან გამომდინარე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამიტომაც მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, რომ შეეცვალოს ეს ჯარიმების სახდელის ოდენობა და შეამციროს. თუმცა აქ არის მეორე მომენტი, თუ ჯარიმების შემცირება გადაწყდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ სხვა ღონისძიებებს, მაგალითად იგივე ქულათა სისტემის ჩამოღებას, რასაც რამდენიმე წლებია ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია და სანამ ეს კანონპროექტი დამტკიცდებოდა მომატება ჯარიმებზე, მაშინაც ვთქვით, რომ აუცილებელია ქულათა სისტემის ჩამოღება და ჯარიმების გაზრდა არ არის მიზანშეწონილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ჯარიმები შემცირდება, აუცილებლად უნდა იყოს ქულათა სისტემის ჩამოღება, იგივე სიჩქარის კონტროლი ურბანულ ზონებზე, სადაც ჩვენთან ვიცით, რომ 60 კმ/სთ-ია ურბანულში დაშვებული, ხოლო ევროპის ყველა ქვეყანაში არის 50 ურბანულში და ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო ზონები და რაც თავარია ტოლერანტობა. ჩვენთან საქართველოში არის 15 კმ/სთ ტოლერანტობის ზღვარი, რაც დედამიწაზე არსად არ არსებობს მსგავსი ტოლერანტული ზღვარი 15 კმ/სთ. აქედან გამომდინარე, ტოლერანტობას გადასახედია და ზოგადად სიჩქარის მენეჯმენტის მიმართულებით არის ქვეყანაში სიტუაცია გამოსასწორებელი. ჩვენ ვხედავთ რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ საქართველოს გზებზე, ხშირად ტელევიზიიდან ვხედავთ ამას 2, 3, 4 ადამიანის კი არის საგზაო შემთხვევის მონაწილე და გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, თუ ჯარიმების შემცირება მოხდება, აუცილებლად იქნება სხვა კონტრინტერვენციები და საგეგმი, რომელიც უკავშირდება სიჩქარის მენეჯმენტის საკითხს.